გონია რომ ეს დაჭერები და ისინი მაგის დედავაზე აგერეკა ჩემთვის სამოვიდოდი მოგარიგებო. ასე საყვედურობს მანჩო გიორგობიანის უბნელი სუპერმარკეტის თანამშრომლებსა და ცოცნების პროპაგანდისტმა 19-20 წლის ახალგაზრდებზე ფიზიკურად ჯგუფურად იძალა და შემთხვევა 2 ნოემბერს მოხდა. 3 ნოემბერს გიორგობიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შეაქო, 4 ნოემბერს გეკა გელაძეს ჰაერში აწევით დაემუქრა. გიორგობიანი 5 ნოემბერს ძალადობიდან 3 დღის შემდეგ მას შემდეგ დააკავეს, რაც წინა დღით გეკა გელაძეს საჯარო სტატუსი მიუძღვნა და შეურაცხყოფა მიაყენა. მანჩო გიორგობიანთან ერთად სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ძალადობის ფაქტზე მამუკა ჩარკვიანის შვილი ჯაკო ჩარკვიანი აბრალდებული ის მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ინფორმაციას ჩარკვიანის მამი და თაკო ჩარკვიანიც ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციისას მოკლული მირზა ალიევი გავრცელებული ინფორმაციით სოფელ კაბალში ოცნების ერთ-ერთი კოორდინატორი იყო. უწყების ცნობით ალიევმა სპეცრაზმელი დაჭრა, მისი ლიკვიდირება კი ადგილზე მოხდა. ხმაური იყო საპატრიარქოსთან, სადაც არქიმანდრიტი დოროთე ილია თოლორაიასთან ერთად შეხვედრაზე შესვლას ითხოვდა. დაცვის თანამშრომლებმა არქიმანდრიტი საპატრიარქოში არ შეუშვეს. გერმანიაში ქართველი დოქტორანტი გარდაცვლილი იპოვეს. 27 წლის არმაზ ცუცქირიძის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.